აუ, კაციც არ მოიწონა. არ ჩვენ მოგეწონა? არასწორია. ისტორია. არა. ეს არის მაგიდის დერბის მეოთხე სეზონის მეოთხე ფინალი. დერბის მაგიდასთან ერთმანეთის პირისპირ. ერთის მხრივ ადამიანი, რომელიც მაგიდის დერბიში დებიუტანტია, მაგრამ უკვე დაამტკიცა, რომ ნებისმიერი მოწინააღმდეგესთვის ძალიან საშიში მოთამაშეა, ბათუმის გამარჯვებული არჩილ ტოლოჩანა. მეორეს მხრივ მაგიდის დერბიში კარგად გამოცდილი, კიდევ ჩვენს გვერდით და ძალიან კარგი მოთამაშე, ეროვნული ნაკრების მენეჯერი გიორგი კაციტაძე. წარმატებებს გისურვებთ, ეს უკვე მეოთხე ფინალია. ჩემთვის საინტერესო იქნება თქვენი თამაში, თუნდაც თაობიდან გამომდინარე, როგორც თქვენ ხოლმე old school ცოდნე მოთამაშეები ხართ და თქვენმა თაობამ კიდე ისეთი რაღაცეები იცის, რაც შეიძლება უფრო პატარა მარიცოდეს, თუმცა ეს პატარები სხვა რამეში არიან მაგრები. ასე რომ ეს დაპირისპირება რაღაც სტილისტურად იქნება საინტერესო. წარმატებებს გისურვებთ. მოვემზადოთ. დავიწყეთ რაუნდი პირველი 5-5-ზე. მაგიდის დერბის მეოთხე სეზონის გამარჯვებულის სახელი და გვარი ამოიტვიფრება ბეტსონის თასზე, რომელიც ჩემს გვერდით აი ესე ამაყად გამოიყურება. გარდა ამისა, ბეტსონ სპორტმა დააწესა პრიზი. პირდაპირ Citroen ცენტრი თბილისისგან. ახალი მანქანა. Citroen C3 Aircross-ი. შარშან Citroen-ის ჰეჩბექი გავათამაშეთ, წელს უკვე SUV გვყავს გამარჯვებულისთვის. ამ კლასის ავტომობილები ყველაზე მოდური და მოთხოვნადია. C3 Aircross ვიზუალურადაც ეფექტურია, ამავდროულად არის პრაქტიკული, ეკონომიური, ეკოლოგიური და ამიტომაც ევროპის ერთ-ერთ ბესტსელერად ითვლება. მაგიდის დერბის გამარჯვებული ამ ფრანგულ მანქანას პირდაპირ Citroen ცენტრი თბილისიდან გამოიყვანს. დაწყებისთვის გვჭირდება 3 კითხვა, 3 თემა რაუნდისთვის 5-5-ზე. ასე რომ 1-დან 5-მდე 3 ციფრი უნდა დაასახელოთ. არჩილ დაიწყე. 1. ერთიანი. გიორგი? 2. და 3. 3? კი ბატონო. ნახოთ. პირველი თემა. ერთიო, შევადგე ის არის. შენი არჩეულია ხას უსვამ, რომ თუ არ მოგეწონა მე არ დამაბრალო რამე. დაალაგეთ კლუბები დაარსების თარიღის მიხედვით. 5 ბარათი შენ და 5 ბარათიც შენ. წარმოდგენა არა მაქვს ერთი კლუბის გარდა. ერთი კლუბი არის ესეთი? ერთი კლუბის გარდა ყველა არც ერთი არ ვიცი უბრალოდ. პირიქით მეგონა. ერთი წამი რო არამერიოს აქეთ ვალაგეთ. აქეთ ძველები დავაწყოთ. ძველები. უფრო ძველი ხარ. უფრო ძველები ჩემსკენ დავაწყოთ. არ არის ადვილი მინდა გითხრათ. სპეციფიური ცოდნა სჭირდება. წლებს და არსების თარიღებს ბევრი მასწავლებს ხოლმე. კი. იქს საკაი. ეს გოგო. ესე უსა. გამიშნური. დავლაგდით? დავლაგდით. დავიწყოთ გახსნა. მოცემული 5 და ყველაზე ძველი რომელია თქვენი აზრით. გთხოვთ გავშალოთ. ეს არის უიგანი. უიგანი დადით ორივე. უიგანს რაც შეეხება ერთ-ერთი იშვიათი კლუბი არის ინგლისის თვის, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლების მერე არის დაარსებული, ანუ გვიან საკმაოდ გვიანდელია. ინგლისის ლიგაში 0-0. არც ერთ პასუხისმგებელი არ არის. შემდეგი ჯენოა. აიაქსი. შემდეგი შენთან არის აიაქსი, შენთან არის ჯენოა. ეს სწორი ადგილია. აიაქსი 1900 წელს არის დაარსებული. ჯენოას რაც შეეხება 1893-ია. ყველაზე ძველი ჯენოა იყო, პირველი უნდა ყოფილიყო. Yes. ერთი ქულა აიღე. შემდეგი ჯენოა 10 და უკვე ვიცით. აიაქსი დარჩა 1-0. აქ რა გვაქვს? ბოკა. ბოკას ადგილი მესამე იყო 1905-ია. ესეც 10 და ისევ 1-0 დარჩა. და 1925. ბოლოა დამიდეთ დინამო, რომელიც ადგილიც მანდ იყო უიგანის. დინამოს დაარსების თარიღი 1925-ია, თუმცა ზოგი ვერსიით 1923, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ არაფერს არ გვიცვლიდა. მოდი კიდევ ერთხელ გავიაროთ, ჯენოა იყო 1893, მერე მოდიოდა აიაქსი 1900 წელი, 1905 წელს ბოკა, დინამო თბილისი 1925 და უიგანი 1932. ეს იყო სწორი ადგილი. როგორც დავთვალეთ, ერთი ქულა აიღე შენ და 0 ამ შემთხვევაში შენ. 1-0 პირველი კითხვა აიღე. ვაგზელებთ. დაალაგეთ
იტალიის ნაკრების მწვრთნელები წლების მიხედვით. იტალიის ნაკრების მწვრთნელები წლების მიხედვით. ინებეთ ბატონო არჩი. დავაგდი? იყო სწორი. კარგი. დავაგდით. დავიწყოთ ყველაზე ძველი. ვინ? ენცო ბეარზოტით ვისთავოთ. ენცო. ბეარზოტ. ეღანდელისგან განსხვავებით 1-1. არა, ეს მე მგონი ორი. გასაგებად რამე ენცო. შეიძლება მე არ ვიცი ბოლო ორია თუ არა მერევა. მეორე. კარგი გავხსნათ. ჩინი. მიჩინი 91 წელი. 86-91. ხო. დიდ და გამახსოვრად თავი. ან ერთმა ან მეორე. 90 წლის მინდელზე იყო. კი ბატონო. ეს არიგოსაკი. არიგოსაკი. არიგოსაკი შემდეგია. ესეც სწორია 3-3. აბა, წაგვიცდა ფეხი თუ არა? ჩეზარე. არა, წაგვიცდა ფეხი. როგორ წაგვიცდება? არ მიცდებოდა ბოლოს გამოსწორე კი. მართლა? ხო, იქ აი. ბოლო 2-0 ფიქრობდი. კი ბატონო. სწორად გამოვიდა. აჰა, დინოძოფი სწორია. ასე რომ იმ შენმა დამატებითმა ფიქრმა მოგიტანა 5 ქულა. ფრე, დარჩა, ჯერჯერობით წიხარ. ხსნით მესამე თემას. დავაგეთ. ვაუ, თასების თასის გამარჯვებულები. წლების მიხედვით. მგონი ესეც ადვილი შეხვდათ? არ ვიცი. ნახოთ. ბევრად ნელა დაიწერით. ვიდრე წინა შემთხვევაში. სწორად უნდა მქონდეს და წლებს შევეხსენებ კარგად ერთის. ერთი ისეთია იმედია ისა შეგეშლება თორებული გამისკდება. დავაგდით. აბა, თასების ფლობელთა თასი ყველაზე ადრე მოიგო. ანსეთი. სიტია. მასე. სწორი პასუხია. 1-1. მეორე. აი, აქ გავიჭედეთ. კიევის დინამო. არაფერიც არ გავიჭედეთ 2-2. მესამე. ლივერპული. ლივერპულია მესამე. თბილისის დინამოა შენთან. თბილისის დინამო ჩემთან. აქეთ ლივერპული. ლივერპული არ არის ეს. აბერდინი არის თუ არ შეიძლება, იმიტომ რომ დავინახე მათ ფერგუსონი. ხო, შეკი მაშინ. აი, ლივერპული კი არ არის, აბერდინია ეგა. ანუ არასწორ ადგილას არის, ეს სწორ ადგილას არის, 3-2. შემდეგი აბერდინი. იქ უკვე შეიცვალა და ეს სწორია და ის არა. აიაქსი. 5-3 დამთავრდა, ერთი გადაგინაცვლა მარტო რატომღაც ლივერპული ჩათვალე მარტო იქნებოდა აბერდინის ნაცვლად. შესაბამისად მან ჩაანაცვლა იქითგენ დინამო თბილისი და 5-3. ლივერპულს საერთოდ არ აქვს მოგებული. თასების ფლობელთა თასი. ფინალი წააგო კი. ხო. ბოლო მომენტში ფერგუსონი ვიცანი და თორე საერთო ჯამში ფრე გამოგვივიდა მთელი პირველი რაუნდი 5-5-ზე. დარჩა 0-0, გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. ბარათონი. ფრედ დამთავრებული პირველი რაუნდის შემდეგ ბარათონის დრო დადგა 1-დან 5-მდე თემა გვაქვს ასარჩევი ხალხო. წინა რაუნდის გამარჯვებული არ არსებობს, ფრედი თამაშეთ, ასე რომ მოდი შეთანხმდით 1-დან 5-მდე. აჩიმ დაიწყოს როგორც სეზონის დებიუტანტმა. გავაგზავნოთ 4 იყოს ამჯერ. 1-2-3 და 4. ესე იგი წინასწარ მაშინ აღარ გადმოვალ აქ თუ დაგჭირდა ჩვენ პაპა კარლოს შემდეგ ბოლო რაუნდი პირდაპირ 5-ს ავიღებ და აღარ 5 შეგიძლია იყო. გამარჯობა ჩემი სახელია, მაგრამ იქამდე მისვლა საჭირო. თემა ურუგვაელები. აუ, კაცთაც არ მოიწონა. არ ჩვენ მოგეწონა? რა სერჩით ურუგვაელები? არგენტინელები მერჩინა. სად ვიყავით? არგენტინელები ერჩი. შენ რომელი გერჩინა? ისე, ერთი ქვეყანა თუ ზეთ მიდგება საქმე. ქართველები. თავისთავად. კი ბატონო. ურუგვაელებს თამაშობთ. სხვა გზა აღარ აქვს, ვეღარ შევწყვით. ფოტოები გვხდება ახლა აქ თუ რამე მინიშნებები? ფოტოები. თუ მოგწონთ ის როგორ გავანაწილე ეს ყველაფერი. შეგვიძლია უკვე დავიწყოთ. ახან მეავირჩია თქვენ დაიწყეთ. არ დაგავიწყდეთ რომ აქ ქულის წართმევა დავამატეთ და ესეც გაითვალისწინეთ. დაწყება უპირატესობა არ არის. თხოვთ რომელსაც გენებოთ. დავიწყებ მაშინ. არჩია. ეგონება რომ სხვადასხვა. ნომერი 8. აჰა. ვერცნაობ.
გადაეცი. მოწინააღმდეგეს. სად ყავს ნახი არა, ვინ არის? ფოთში მყავს ნახი რა თქვა არ ჩაგიწევს. შინ აუდიო დამყავს ნახი. აიღოს ვარელა. არ არის სწორი. დარჩა ჩემთან. ეს იყო აბელ ერნანდესი. გახსოვთ ეგეთი? არა. კეთი. გავაგრძელოთ. სანდარიო სილვა. სწორი პასუხია. ოჩახ, მიითვალე, დაიდენა. ეს უნდა იყოს აბრეუ. აბრეუ სწორი პასუხია. ერთი. ოჩახ. აბრეუ. ეს ახლა სახეზე არ ვიცი, მაგრამ შეაფინო თქვათ, იმიტომ რომ მილანში თამაშობდა ეგეთი. ეგ არის სწორი პასუხია. ანუ მილანიდან გახვედი ფორმის მილანი. თავისთავად აბახა. ეს სახეზე ვერ გამოიწვია. არ შემხვედრია. კარგი. თუ არ ვწდები, უნდა იყოს მარსელო ზალაეტა. Yes! 2-2. ეს ერთი რა იყო ახლა ვერ გავიგე. არ ვიცი ვინ არის. ჩევანტონი? ეგ არის, მიითვალე. ტელებეობზი. არ ვიცი, ხო არ მომდის არავინ და ვალტერ პანდიანი იყოს. რომელი? რატო იფიქრე პანდიანი ისე მაგას? არ ვიცი, არ ვიცი. აი რაღაცა ინგლისში მე მგონი რაღაცა სხვას ვერ ვიხსენებ ეს ამგარეგნობისას. ამ ხელ რეინჯი გამოაგდე პანდიანი? ნუ პანდიანი ხო უელი რო იყო დეპორტივოდან მახსოვდა და მიითვალე. ძალიან კარგი. მის პერიოდში ცოტა ურუგველი თამაშობდა ინგლისში. სწორია. კარგი მიგნება იყო შენი ლოგიკის გზა. შკარად ვერ ვიცანი, ამიტომ და ნომერი 15 კვატესი. კვატესი? ხო. არა, აბა გადაეცი. თანაბარი ანგარიშია, აბა თუ გაიჭრები წინ. თანართმეული ქულა. ორჯერ უფრო თბილია. ვერა. მატიას ვესინო, გახსოვთ? იყო ვესინო ლაციოში თამაშობს. ეგ არის. ეს იყო ჩემთან დარჩა მეორე ქულა. გთხოვთ. მეგობრულად თამაშობთ. 3-3. თუ აფუჭებთ, ერთად აფუჭებთ. თუ აკეთებთ, ერთად აკეთებთ. თან რაღაცა თითქოს ნაცნობი სახე აქვს და თან. ნაცნობი ყველას ექნება მეტნაკლებად ეხლა. გვარის გახსენება მიჭერს. აბა, დაირღვა მეგობრობა. ართმევ? ხიმინეს ხوارა. არ არის. არ დაირღვა მეგობრობა, ვაგრძელებთ. ეს იყო სანტიაგო ბუენო. 11 ლაქსალტი. როგორ ვიხდი? დრედებით. მათ მეტი არაფერი. დრედებით, ეგ არის, ვითვალე. 4-3. აბა, არ ჩამორჩე ხო? ვწდები. მაისურზე ნომერი 11. ვერი პოვერანერი გზა მისასვლელად? მერა. ცუნი გავარტყა. არის რაღაც ვერსიები, სადაც გარტყმა შეიძლება შენი აზრით? არა. მერა. ვერა იგეთეს. ჟირონას ლეგენდა რო გითხართ გაგახსენდებათ? არა. მარცა არც იგი ვერ გაგახსენდებათ. კრისტიან სტუანი. სტუანი. გვარით გამახსენდა. 10 ნომერია და ფონსეკა ხო არა? ფონსეკა, მიითვალე. იქ გვერდზე ჩანს ვინმე? კი, სულ არ ვიტყვი, შეიძლება გამოჩნდეს. კიდე. არა, ნუ აიგებს მაგას ახლა არ ვიყურება, ყველაზე ასაღი კარგი. არ გამოჩნდება დიას არ გეუბნები. აუ, ამის გვარი. შენსია. გეცნობა და გვარი არ მოდის? არ მოდის და დავკენა. 5-3-ია. აჩი აიღებს. თუ აიღო ყველა კითხვა შეგვნა აიღო მე. რაც ძალიან ძნელი იქნება. სულ როდრიგესია გვარი თუ სწორად მახსოვს. არ გახსოვს სწორად არა. შენც ვერ აიღე. ძალიან მეცნობა სახეზე და. გააგდეს 2011 წლის კოპაზე მახსოვს არგენტინასთან მეოთხედ ფინალში. არა, კაი. აღარ მუშაობა აქვს. მაქსი პერეირა. დიახ. ბევრი რამ გაგახსენდა სახელი და გვარის თუ აიღო დამთავრდა ბარათონი. თუ აიღო, მაშინ 6 ქულა გაუხდება 3 რჩები და 2 წასწრი აღარ ექნება. თუ აიღო დამთავრდა. კრისტიან როდრიგესი ეს. ეს არის კრისტიან როდრიგესი. შენას ფიქრობ ეგ არის? წარმოდგენა რა მაქსიმალურად გითხრა ვინ არის. მაშინ დიდად გული არ დაგწყდეს რომ ეს რაუნდი წააგე, იმიტომ რომ რომც დაეთმო ვერ იღებდი. კრისტიან როდრიგესია. სწორი პასუხია.
მარათონი შენი მოგებულია. 1-0 საერთო ანგარიში. გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. დარჩენილ 2 ბალანს აზრი აღარ აქვს, ვერ დაეწევა უკვე. პაპა კარლოს ნახოთ. ნახეთ. ორი რაუნდის შემდეგ ანგარიში არის 1-0. ამ რაუნდის დათმობის უფლება არ გაქვს, თორემ მეოთხე რაუნდი აზრს დაკარგავს. შესაბამისად გეტყვი, რომ ამ რაუნდს თუ მოიგებ, ნახევარფინალში ხარ. ძალიან მარტივად გასაგებ, მაგრამ მოსაგებად რთულა. პაპა კარლოს 5. გადავხედოთ თემებს. რიშარდ უტრუელის სამეგობრო, შვაბების კონვერტი, ფეხბურთი და სკოლის გეოგრაფია, ალბანელი შვეიცარიელები, სად იყო და საიდან ვიცნობთ, ბეტსონის ლეგენდების სერია, ბოკარივერები აფრიკის კონტინენტზე, ლიეჟი, რომელმაც გაგვამწარა, ევროთასები უკიდურეს წერტილებში, ფრანგებს უყვართ არგენტინელები. მე მგონი გასამარტი დიდად არც ერთი არ არის. ეგ არის. დავიწყოთ წინა რაუნდის გამარჯვებული, ბატონი არჩილი იწყებს. აი მაგი დავიწყოთ ზუსტად ლიეჟი. მართლა? კარგი. ლიეჟი, რომელმაც გაგვამწარა. დინამოსთან ლიეჟელებს ის კაცი კაპიტნობდა, ვინც მერე PSV Eindhoven 1988 წლის ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში კაპიტნობდა. ერი გერეცი. არ ჩამართვებინა, მიითვალეთ. ერი გერეცი, სწორი პასუხია. ხო არ გინდა შენ ციცი ეს თემა, არა? რიშარდ უტრუელის სამეგობრო კიდევ. იყოს რიშარდ უტრუელის სამეგობრო. ამ კაცმა საფრანგეთის ჩემპიონატი 2001 წელს ნანტით, ხოლო 2011 წელს ლილით მოიგო. გასაკვირია, რომ ეს პარი სენ-ჟერმენის მაისურით ვერ მოახერხა, რომლის კარშიც 2006-2009 წლებში იდგა. ვინ იყო ეგეთი? ბერნარ ლამა. არ არის სწორი. მოგცემ აბა ხუთწამს. ნანტი. ლანდრო სწორი პასუხია. ლანდრო იყო. ლანდრო. მიქაელ ლანდრო. ოხ, რა ახლოს იყო. ისო ლიეჟი იყოს. ისევ ლიეჟი იყოს, კი ბატონო. აიაქსის და ფეინორდის ამ წარმოშობით ინდონეზიელმა ლიეჟის სტანდარტის ფორმით დინამოს წინააღმდეგ ორივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. ვინ? ინტერი ხო არ იყო? ასწორია. გაქვს 5 წამი რომ სამაგერო გადაუხადო და წაართო. ტახამატა, კი. სიმონ ტახამატა. თბილისიც იყო. ეხლა იყო ზოგადად, კი ბატონო. დიახ ბატონო. წართმევები გათანაბრდა. აღება შენია. ალბანელი შვეიცარიელები ვნახოთ. ნახოთ. ალბანელი შვეიცარიელები. ვესტჰემიდან, უოტფორდიდან, ან იტალიიდან თუ არა, ეს ფეხბურთელი თავისი გამორჩეული ვარცხნილობით მაინც გამახსოვრებათ. აბა გადაავლე თვალი ახლა მაგ სამ ადგილს მისი კარიერისა. რო? ვერა მოაგდე ვერავინ? მაგ სამ გადაკვეთაზე? იგლით არ ემანა. არ არის 5 წამი? გოლხანილერი. არა. არა, თურქია რა პრინციპში. არც ეს არის. მარა ვაფშე შვეიცარიელი უნდა ყოფილი. ბეხრამი, ვალონ. ვალონ. ასოთელი, ვალონ ბეხრამი იყო ამის პასუხი და ეს ჩემთან დარჩა. დავაბრუნებ. კი ბატონო, ამოვწეროთ ლიეჟი. კი ბატონო. ლიეჟი რომელმაც გაგვამწარა, ეს მძიმე მწეველი 20 წელი ბელგიის ჩემპიონატის არაფრით გამორჩეული მეკარე იყო. მაგრამ შემდეგ 1982 წელს თბილისში დინამო, ხოლო 11 წლის შემდეგ მიუნხენში მილანი გაამწარა. პრიდომი. არასწორია. არა? მიშელ პრიდომი ამ პასუხე? პრიდომი გასახოთ. მე პრიდომი თამაშობდა იმალდოს სტანდარტში. არაფრით გამორჩეული მეკარე. 5 წამი. კი. კი. ამახსენდა ხოლმე. ვერა? აა. მეკარეზე წახვედი. ხო. არაფრით გამორჩეული მეკარე.
წვრთნელზე უნდა წასულიყავი. გიტისი იყო მწვრთნელი ხო? მიგდროს რა? გუთალსი. გუტალსი? რაიმონ გუტალსი. იყო ამის პასუხი. არასწორად მოარგე ლოგიკა კითხვის ამოხსნის. ედსონის ლეგენდების სერია ვნახოთ. ჩვენი პროექტი. ძალიან საამაყო და კარგი. როგორ მახსოვს? მაისში ბარსა თბილისში იმ კაცის ხელმძღვანელობით ჩამოვიდა, რომელიც 2011 წლებში ვიტესში გურამ კაშიას მწვრთნელი იყო, ხოლო მანამდე მთელი 90-იანები ძირითადად ბარსას მარჯვენა ფლანგს იცავდა. ალბერტ ფერერი. აღარ დავამთავრე შეკითხვა, ქულა შენი. 2-2. ფრანგებს უყვართ არგენტინელები. კეთილი. ფრანგებს უყვართ არგენტინა. ეს გრძელთმიანი კაცი ბორდოსთვის 2006-2011 წლებში იტანდა. რა პერიოდშიც 2009 წელს კლუბთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატიც მოიგო? კავენაგი. სწორი პასუხია. კავენაგი სწორია. ფერნანდო კავენაგი. ხო არ გინდა არგენტინელები ფრანგებს რო უყვართ ისეთები? რა? 3-2. ძიმეთ და თანაბრად მივდივართ წინ. ამასობაში 2 გაფუჭებული ქულა, 2 კითხვა, ეც მომიგროვდა. რიშარ დუტრუელის სამეგობრო. რიშარ დუტრუელის სამეგობრო. ბორდოს კარში 14 სეზონი იდგა. არა, კიდევ მაგ კითხვა ნუ შეიცვალე. აი, ნაკრების ფორმით კი 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 2001 წლის კონფედერაციის თასზე, სადაც როჟე ლემერის გუნდში პირველი ნომერი იყო. ვინ იყო ეს კაცი? კაცნდა. იცი? არ უციო. თუმცა 10 წამი ამოიწურა და იმარვარის შენ რა ფისაგიმატებს ეგ. დრო. აი, არ გვაფასუხი. ცადე, ხო, შარბონიე იყო, ოღონდ. ხო, არა, გაძლევდი გადა. შარბონიეს ვამბობ, უბრალოდ. ხო, არა, სწორი პასუხია. კი ბატონო. ულრიშ რამე. რამე, კი. გაჭირდა ესა. ფრანგებს უყვართ არგენტინელებს გავაგზავნებ. კი ბატონო, გააგრძელე შენი დაწყებული თემა, ფრანგებს უყვართ არგენტინელები. ანგარიში 3-2, 299 გოლით. ეს არგენტინელი საფრანგეთის ლიგა 1-ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. პარადოქსია, რომ ნაკრებში არასოდეს ყოფილა გამოძახებული. ონისი. დარიონისი. სწორი პასუხია. 4-2. ჰელიო ონისის სწორი პასუხია. ალბანელი შვეიცარიელები არათ. ალბანელი შვეიცარიელები? ანდა აი, შეცვალე. არ არის პრობლემა, რა თქმა უნდა. აი, მაშინ ბეტსონი დავტოვოთ ის. იყოს ბეტსონის ლეგენდების სერია. ხო, არცლი. ხერარდ ლოპესი, რომელმაც თბილისში ითამაშა, მონაკოსა და ბარსას ჩემპიონთა ლიგის ფინალებს აცდა, მაგრამ ამ კლუბის ისტორიაში სადებიუტო ლიგის ფინალი შეუცვლელად ითამაშა. რომელი კლუბის ისტორიაში ითამაშა ლიგის ფინალი? ვალენსია. სწორი პასუხია, მიითვალე. დაგჭა ფრანგებთან, არგენტინელები. დაგჭა. მერე, ხო არ იყოს? იყოს. დავასრულოთ. ბოლო შეკითხვა, ფრანგებს უყვართ არგენტინელები პაკეტიდან. ეს კომენდანტე წალებში. ბევრს შეიძლება პორტუდან ახსოვს. მაგრამ 2009-12 წლებში მარსელის ერთ-ერთი ლიდერი იყო, უკვე იცის პასუხი და მაგითხრებს თულად, რომელთან ერთადაც გუნდმა 2010 წელს 18 წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ჩემპიონობა იზეიმა. ლუჩო გონსალესი. სწორი პასუხია, მიითვალე. 5-3. ენჯერია. ფეხბურთი და სკოლის გეოგრაფია. კეთილი. ამ მდინარის სახელობის კლუბი ლატვიას საბჭოთა ლიგებში წარმოადგენდა. სადაც გადარჩენისთვის ბრძოლა მისი მთავარი საფიქრალი იყო. დაუგავა. ეგარ. დაუგავა სწორი პასუხი. იცოდი ხო? ვარდატო. არა. მოდი აი გავიხსნით სკოლას. რიშარ დუტრუელის სამეგობრო ამოწუროთ. დუტრუელი ამოწუროთ. ამოწურვაზე მუშაობთ ძირითადად. რიშარ დუტრუელის სამეგობრო. ჩვენი კონვერტის სამეულში ამ კონვერტია საუბარი. ნაკრებში ყველაზე მეტი 34 მატჩი ამ ლიონელს აქვს მოგროვებული, მათ შორის ერთი თბილისში 2001 წელს. აი, მეთქენ დავდეთ ლამაზად. სწორი პასუხია გრეგორი კუპე, 6 ქულა გაქვს. 6-4-ია ანგარიში. ჯერჯერობით 3 თემა ამოიწურა. აფრიკა, აგიყვარს.
სად იყო და საიდან ვიცნობთ? სად იყო და საიდან ვიცნობთ? როი მაკაის ყველა დეპორტივოდან ვიცნობთ, მაგრამ მისი ესპანური კარიერა იმ კლუბში დაიწყო, სადაც მან 1997 წელს ჰანზაში წასული ოლივერ ნოივილი შეცვალა. სად დაიწყო? მალიორკა. სწორი პასუხია მალიორკა. აბა შენ 5 წამი? სარაგოსა ხარ იყო. არც ეგ არ იყო. კონძული კი გაარტყის. ტენერიფე იყო ამ შეკითხვის სწორი პასუხი. არ არის ცუდი პაკეტი. რატო ჩაკ ხوار ჩამოთვალოთ. ნახოთ აბა. ბოლოს გქონდა სად იყო და საიდან ვიცნობთ, რომელიც ვერ აიღეთ. ბეტსონის ლეგენდების სერია, ბოკარივერები აფრიკის კონტინენტზე, ევროთასები უკიდურეს წერტილებში, შვაბების კონვერტს რატო ახსნით ჩემამდე ახდადის გავხსნათ? კი ბატონო, ფეხბურთი და სკოლის გეოგრაფიაც გვაქვს, ალბანელი შვეიცარიელებიც გვაქვს. ახლა კი შვაბების კონვერტი შენი არჩევა. წავიდე. როდესაც 1998 წელს სტოკჰოლმში შტუტგარტმა ჩელსისთან თასების მფლობელთა თასის ფინალი წააგო, შვაბებს სწორედ ეს კაცი იწვრთნიდათ, რომელმაც კარიერის პირველი ტიტული დოიჩე პოკალი შტუტგარტთან ერთად 1 წლით ადრე ელბერის დუბლით მოიგო. ვინ მოიგო? ეს თვითონელი ვიცი, მარტო ლიოვი. ლიოვიც და სწორი პასუხია, მიითვალე. ანდა პრინციპში იყოს. იყოს ავტორი. შვაბების კონვერტიდან მეორე შეკითხვა. ოტმარ და ფრიც ვალტერები ფეხბურთის ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი ძმები არიან. იმავეს გაკეთება 1982 წელს შტუტგარტის ბერნდს და კარლ ჰაინცაც შეეძლოთ. რომელთა გვარიც უნდა გაიხსენო? ბერნდის და კარლ ჰაინცის. ორი ვარიანტი აქვს? აუ. არ ვიცი. დაგიშველო, გავიდა დრო. შუსტერი. ფიორსტერი. ფიორსტერი სწორი პასუხია, მიითვალე, ზაგართვა. შუსტერი ხო რა შვეში. შტუტგარტ. ამასაც ჩავაბრუნებ ბარე. თუ გინდა? დარჩა მაგა? ერთი შეკითხვა კიდე შევეცი. იყოს? კი ბატონო. 8-4-ია ანგარიში. მამის და ბიძის მსგავსად მაგარი ფეხბურთელი ვერ გამოვიდა. მაგრამ კარგი მწვრთნელი რომ არის, ამას ბოლო 4 სეზონია შტუტგარტში ამტკიცებს. არ ვიცი ახლა ვინ შტუტგარტის მწვრთნელი. კარგი, არც აითვისად რომ ჩაგითავ 5 წამს. კარგი მომენტია რა. წარსმევისთვის. ვერა? არ გამოგვივიდა. სებასტიან ფიონესი. ფიონესი ხო, მაგრამ ნუ ხო, მარტო გვარი არიზავდა რა. ხო. აჰა, ვაგზელებთ. დარჩა 8-4. ბოლო შეკითხვა გაგვჭდა. ჩემია ხო? ორივეს მხრიდან. შენი არჩევა. წავიდეთ ევროთასების უკიდურეს წერტილებში. კი ბატონო, ევროთასები უკიდურეს წერტილებში. ამ კლუბს თავის ალფჰაიმზე UEFA-ს ეგიდით 29 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც ევროთასებისთვის ჩრდილოეთით მდებარე უკიდურესი წერტილია. კახაცხადაძის ბაქოს ინტერმა კი 2013 წელს 3800 კილომეტრი იმგზავრა, რომ არქტიკულ სარტყელში ევროპის ლიგის როგორ? ტრომს. სწორი პასუხია. იმხელა კითხვა იყო, რომ შუაში შეაჩერა ჩემი ტანჯვა ამ კითხვის ბოლომდე წაკითხვის. მოდი იყოს ბოკარივერები აფრიკის კონტინენტზე ვნახოთ. ისე სამხრეთ ამერიკაში ჯობდა, მაგრამ ბოკარივერები აფრიკაშიო. კასას დერბი. ჩაუბრუნო. კასას დერბი აფრიკის კონტინენტზე და ალბათ მსოფლიოშიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი დერბია, მაგრამ რომელი გუნდები მონაწილეობენ ამ მატჩში? იყოს ორლანდო პაირეტსი, კაიზერ ჩიფსი. სწორია. აჰა, შენჯერია. 5 წამი. ხო და რაჯა კასაბლანკა არის ერთი და მეორე რა გუნდია სახელს ვერ ვიხსენებ. ამოიწურა დრო და თუ გაიხსენებ,
მანდ ვართ. რაჯა 3 კასაბლანკა 2 1 მეორე ვეღარ მეორე არის მაროკოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი. რაჯა კასაბლანკა და ვიდად. ხო, რაჯა კასაბლანკა სწორი იყო, იმაზე აღარ გითხარი. ხო, მაროკოს გუნდები. ვიდადი უნდა გაგეხსენებინა. თარცა ჩემთან ვიდადი. ორივე მაროკოს გუნდები. სად იყო და საიდან ვიცნობთ. კარგია. მათიას ზამერის ფეიმი 1996 და 1997 წლებს უკავშირდება. როდესაც მან ჯერ ევრო შემდეგი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მაგრამ მისი კარიერის პირველი 5 წელი სულ სხვა კლუბს და სულ სხვა ნაკრებს უკავშირდება. ვითხარი ორივე დასახები იყო. კლუბი ხო, მაგრამ ნაკრებიც. დრო ვერა ვიცი, ავსტრია იყო და ნაკრები არ ჩამოხლება მარტო არა ორივე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, მაგრამ გუნდი რომ დინამო დრეზდენი იყოს, მაგრამ ახსოვს კლუბი. აიხო მაინც აიღო რა მეორე ვერსიაც 9 აში იყო ავსტრია, წავედი. კარგი, სად იყო და საიდან ვიცნობ, დავაბრუნო თუ იფიქრებ რა სიზა? დავტოვოთ მოდი. დავტოვოთ მეათე ქულისთვის? ნახოთ. 9-5-ია ანგარიში და სად იყო და საიდან ვიცნობთ პაკეტიდან? ბოლო შეკითხვას ვიღებთ, იქნება თუ არა ეს საერთოდ ნახევარფინალის საგზურის მომტანი. შენთვის აი ამას გავარკვევთ ახლა. დენის ლოუ მეტ ბასბის იუნაიტედში თამაშით აცნობთ. მაგრამ ისე ბილ შენკლის აღმოჩენილია და კარიერის პირველი 3 სეზონი ამ კლუბში სწორედ შენკლის ფეხბურთელი იყო. რომელ კლუბში? რო? არ მახსოვს. თამაში ვერ დასრულდა 5 წამი. ვიცი. არც ეს არის სწორი პასუხი, თორე არც ყველა გამოვიდა. ანუ ტორინოში რო იყო, ვიცი, მაგრამ ტორინოში 3 წელი არ ყოფილა და ეს იყო ჰადერსფილდი. ალდერსფილდი. ლივერპულამდე ბილ შენკლი, სადაც მუშაობდა ჰადერსფილდის. მოიწურა ხო ეს თემაც და შეგვიძლია. თემა მოიწურა. პირდაპირ გადავიდეთ სხვაზე. დიახ. გეოგრაფიას დაუბრუნდეთ. დაუბრუნდეთ. ფეხბურთი და სკოლის გეოგრაფია. ამ სახელის მქონე კლუბი არსებობს მონტევიდეოშიც, სლიემაშიც და სიდნეიშიც. ხოლო ინგლისში ასოციაციის თასის პირველი სეზონის გამარჯვებულია. Wanderers. სლიემო Wanderers-ი ვიცი. სწორია, სწორი პასუხია, მითვალე. დავტოვოთ ეგ. მეექვსე ქულა, დავტოვოთ? კი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ყველაფერს. აღმოჩნდება თუ არა ეს შეკითხვა თამაშის დასრულებელი. წეღან არ გამოვიდა. აღმოჩნდება. ნახოთ. კარგი კითხვაა. მოუხდება თამაშის დასრულებასაც და გაგრძელებასაც მე თუ მკითხავთ. ნახოთ რა გამოვა. 1965 წელს ჰერტას დაქვეითების შემდეგ პოლიტიკურმა რეალობამ მოითხოვა, რომ ბერლინს ბუნდესლიგაში გუნდი მაინც უნდა ჰყოლოდა. ხოდა ადგილი იმ კლუბს დაუთმეს, რომელიც 1900 წლიდან კონტინენტურ ავსტრალიასთან მდებარე კუნძულის სახელს ატარებს. ვა! საკმაოდ მრავლის მომცველი შეკითხვა არის თავის ყველაფრით. ამოიწურა დრო. აპასუხა. 5 წამი. ბერლინის გავიდა. ის ბერლინის სულ 3 გუნდი ვიცი, ჰერტა, უნიონ ბერლინი და ტენის ბორუსია ბერლინი და. მორჩა, ამოიწურა. ტენის ბორუსია. არა. არ ვიცი. უნიონის ვარი. ავსტრალიასთან მდებარე კუნძულის სახელს და ვერ ატარებს გავიცნობ. დასული. ხო და გავედი ხა კუნძული ბევრია. კი, ბევრია, მაგრამ იქნება რაღაცა იქაც გახსენებოდათ რამე. ტასმანია, კი, ხო, მაგრამ ტასმანი ჰოლანდიელი მეგონა, ჰოლანდიელი. ტასმანის კუნძულზე ლაპარაკი, მიბმული იქია ზე. ბერლინის ტასმანია ერქვა. ხო. ეხაც არსებობს ტურმე. ბერლინის ტასმანია ჩემთან. თქვენ არ გიბორთ ბერლინის. ჩემი არჩევა არის, მე მგონი თუ არ არის. ვერ დამთავრდა თამაში. ინერჩია ხა. მახსოვს. შენ აირჩია და იმან ხო, გადაგიჭრა, მაგრამ ვერ აიღო. უკიდურეს წერტილებში. კი ბატონო, ევროთასები უკიდურეს წერტილებში.
ევროთასების ყველაზე აღმოსავლეთით ჩატარებული მატჩი 2010-2011 წლების ევროპის ლიგის პლეი-ოფს უკავშირდება, სადაც გამარჯვებით PSV-მ მინიმუმ 3 ევროპული კლუბი ციმბირის ამ ქალაქისკენ 5000 კილომეტრიან მგზავრობას გადაარჩინა. ციმბირის ქალაქისკენ. ტომსკი. არასწორია. თავდება თამაში. უფა? კარგია რომ არ თორდება თამაში, მე თამაში მინდა. ნოვოსიბირსკი იყო მაგის სწორი პასუხი. ნოვოსიბირსკში მოუწევდათ. ევროპის უკიდურეს წერტილი. იგივე, ისევ ამოაბრუნოთ ბატონო. ამ კლუბმა UEFA-ს ერთი ბოლოდან მეორეში 3ჯერ იფრინა იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მიეღო. მაგრამ მეოთხე წელს ალმა-ათაში მათთვის ყველაფერი ცუდად დასრულდა. ვინ კლუბზეა საუბარი? Celtic მაგალზე ალბომი. დრო ამოიწურა. Celtic. პასუხი არის შენი Celtic. შენ რას ფიქრობ? იცი Celtic-ია შენი ვერსიაც. მე რა უფლება მაქვს არ დაგიტახბოთ. თამაში მოგებულია, გილოცავ ნახევარფინალში ხარ, პაპა კარლოს 5-ის მოგებით და წინა რაუნდის მარათონის მოგებით, ფრედ დამთავრებული პირველი რაუნდის შემდეგ 2-0-ზე მეოთხე რაუნდის თამაშს აზრი არ აქვს. გიორგი ძალიან დიდი მადლობა, კარგი თამაშისთვის. ძალიან კარგი თამაში იყო. მიუხედავად იმისა, რომ მეც კარგა ბოლმატკულები დამიგულდა, აი ამ რაც მე ძალიან მიხარია. მოგიგე დღევანდელი პაპა კარლოს. ესეც ასე ძალიან მაგარი თამაში დასრულდა მაგიდის დერბის მეოთხე სეზონის მეოთხედფინალი იყო. გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ არ გამოგჩეთ კარგი თამაშები. პროექტ. მარათონზე შეიძლება ითქვას, რომ თემაშიც არ გამიმართლა, მაგრამ დანარჩენი პრინციპში თემები თავიდან აღნიშნე კიდევაც პაპა კარლოს კუჩი, რომ კარგი თემებია მეთქი, მაგრამ რაღაცეებში ალბათ ცოტა ვიჩქარე, შეიძლება ცოტა ყურადღება, შეიძლება ცოდნაც რა, არ ვიცი. ფაქტია რომ მორჩა ისე როგორც მორჩა და არ მიფიქრია სადამდე გავალ, მიფიქრობდი თამაშიდან თამაშამდე. აი პირველ თამაშზე ფიქრობდი მეოთხედფინალი იყო მიზანი, მეოთხედფინალში ნახევარფინალი და ნახოთ შემდეგ რა იქნება. საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე იყო, საკმაოდ დიდი გამოცდილებით, დიდი ცოდნით და პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ არ გამოვიდა ისეთი თამაში როგორც მინდოდა. თუ აქ ამ დოხდებოდია ჩემი კლასი და თანაბარმეტი ოკეებს, ახლა თუ მინდა მოგებონ გადავხდი საკუთრებას. თავის დღევანდელი თამაშით მე ფიქრობ რომ ვერ გავალ, იმიტომ რომ რამდენიმე ფიქრობ ასაღები კითხვა ვერ ავიღე. აუ, ვინ უნდა აქ ნუ აი ნახე შემიძლია ეს დავალ. ვინ არის ბიჭო ეს და ის 15 ნომერია რა უბედურება. ის თემა შევცვალოთ მართლა მე გთავაზობთ მაგას. ნახევარფინალში გეოდება ვერსიებს. ვინ ხო. მე ხო არ ვიცი მოიგებს. ვინ დავიბენი ახლა საერთოდ. კაცი დასწრებს სახში გელის ხელი მოშია რაღაცა. რა გაგსაჭმელი. არ ვიცი.